მოგესალმებით, მეგობრებო. ცაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტი არის კარმული კვანძების ცვლილება ხდება 12 იანვარს 2025 წლის და წელიწადნახევრის განმავლობაში იქნება ეს კარმული კვანძები ცაზე თევზებისა და ქალწულის ღერძზე. აღმავალი კარმული კვანძი თევზში იქნება და აღმავალი კარმული კვანძი ქალწულში. საერთოდ გვაქვს ასტროლოგიაში ოპოზიციური ღერძები, რომელიც ყოველთვის ოპოზიციურად მუშაობენ ერთმანეთთან. მაგალითად ლომი, მერწყული ეს ორი ოპოზიციური ენერგია არის, ხომ მშვილდოსანი, ტყუპები ორი ოპოზიციური ენერგია არის და მაგის ჩაშლა რომ ხდეს, ეს ხდება რომ ერთი ენერგიის მატარებელი არის ზოგადად, მაგრამ შუა წერტილში როცა გაყოფას ვახდენთ, ხო? ეს არის ორი ღერძი ერთი დიდი მთლიანობის. მაგალითად რა არის ახლა თევზების ღერძი? და ქალწულის თევზები ეს არის ოცნებები, ფანტაზიები, შთაგონება, ფსიქოლოგია, წარმოსახვა, შეგრძნებები, მედიტაცია. ქალწული ეს არის პრაგმატიზმი, მიწიერი ენერგია, მყარად დავდგეთ მიწაზე და მათემატიკურად ან კვლევებით გამოვიკვლიოთ ეს ფანტაზია თუ რეალობა არის. და ფაქტიურად ამ ორი ენერგიის გაერთიანების გარეშე ჩვენ შეიძლება მივიღოთ თევზური ფანატიზმი, აბსოლუტურად არ ვიცით რის სიგვჯერ არის სიგვწამს, მაგრამ ფანატურად, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად მივყვებით რაღაცას და გადავიჩეხოთ, ან მარტო ქალწული ეს არის ოსულგულო ექიმი, რომელსაც ადამიანების გრძნობები არ აინტერესებს და უბრალოდ მეცნიერული იმითი მიზნებით იკვლევს ადამიანის სხეულს, მაგალითად ანესთეზიის გარეშე, მარტივად რო გითხრათ, ხო? ანუ თევზები არის ფსიქოლოგიური მხარე, თანაგრძნობა, გრძნობები და ქალწული ეს არის რაციონალიზმი. ამის გაერთიანებით ჩვენ ვიღებთ ერთ დიდ მთლიან სტრუქტურას. რაც მაგალითად ეხლა შესაძლოა რელიგიებს აკლია ეს ქალწულის რაციონალურობა და მეცნიერულ სამყაროს აკლია სულიერება და რწმენა, ხო? აი მარტივად რო გითხრათ, ეკლესია, მეცნიერება. ეს არის ორი პოლუსი, რომელიც ან ათეისტური საზოგადოება, ან ათეისტური ადამიანი, რომელიც მხოლოდ რასაც ხედავს, იმას აღიარებს, ან ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამყაროში ცხოვრობს, მისტიკურ სამყაროში და არ აღიარებს არანა. ნუ აი ავიღოთ ცოტა ისეთი ბერი, არაკარგი გაგებით, მაგალითად, აი რომ მოწყდა საერთოდ სამყაროს და ის თავის წარმოსახვებში არის და უარს ამბობს საერთოდ ცხოვრებაში შემოვიდეს, ხო? აი ეს პოლუსები არის თევზის ქალწული და საჭირო არის რომ ეს არ ვიყოთ აი ამ პოლუსებში და ვიყოთ რაღაცნაირად შინაგანად გამთლიანებული ამ ენერგიებში, ხო? კარმული კვანძების დაბრუნება არის ის, როდესაც ადამიანი მაგალითად დაიბადა ამ ღერძზე და ვინც არ იცით, მაგალითად არც გაინტერესებთ, თქვა, სად არის თქვენი ღერძი, ნაკლებად შეიძლება მოხდეთ სტამარხზე, მაგრამ თუ არ იცით ბოლომდე, შეგიძლიათ გარკვეულწილად გამოითვალოთ, ახლა გადავა მაგალითად ამ ღერძზე, 19 წლის წინ იყო ბოლოს ქალწული თევზების ღერძზე ეს კვანძები და მერე კიდე მაგის უკან, თქვა 8-9 წლის წინ იყო მსგავსი ღერძი, ანუ 8-9 წლის ასაკში, ან უბრალოდ ამ წელში გვაქვს ნახევარ დაბრუნება, როცა მე აღმავალი მყავს მაგალითად თევზებში და ეხლა აღმავალი არის თევზებში, ეს ნახევარ დაბრუნებას ვეძახით და სრული დაბრუნება არის, როცა მე აღმავალი მყავს თევზებში და აღმავალი მყავს არის ცაზეც თევზებში. მაგალითად 88 წლიანებს ეხლა აქვს სრული დაბრუნება კარმული კვანძების. და მათთვის და ზოგადად ამ კვანძების ადამიანებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კარმულ პერიოდს ვეძახით. კარმული პერიოდი არის ის, რომ ჩვენ რაღაცები კარმულ ასტროლოგიაში წინა ცხოვრებებს ვეძახით, მაგრამ რაღაცები, რაც მოვიტანეთ როგორც უნარები ამ ცხოვრებაში, ამას უნდა დავაშენოთ რაღაც ახალი, ხო? აი თუ სრული დაბრუნება არის და აღმავალი მყავს თევზებში და ახლა თევზებში გადადის, ორმაგად გააქტიურდება ჩემს ცხოვრებაში გადამოწმება პროგრამის, მე გავიაზრე რა არის თევზები, მე მივყევი ჩემს შინაგან ხმას. თევზები ეს წინა ვიდეოშიც ვრცლად ვისაუბრე ამაზე, მაგრამ აქაც მაინც ვიტყვი.
ეს არის ენერგია, რამდენად მე ჩემ თავთან, ჩემ ოცნებებთან მაქვს კონტაქტი. კლასიკური გაგება არის მე წამოვედი სამსახურიდან და წავედი ბალისზე საცხოვრებლად. აი ესე მინდოდა სულიერად, ხო? აი ხლა რო ძალიან ბევრი არის, თქვათ, ესე ზღვის კურორტებზე რომ მიდიან და საერთოდ რომ მიდიან საცხოვრებლად და ონლაინ მუშაობენ, ეს არის უკვე თევზური პროგრამა, როცა ჩემთვის აი სისტემაში მუშაობა უკვე გაუსაძლისია, მე აქ ვეღარ ვხედავ ჩემ თავს და მე მივდივარ უკვე ჩემი გზით, რომელიც მხოლოდ ჩემი გზა არის და მეტი სხვისი არავისი. აი ვინც აღმავალი ყავს ქალწულში, პირიქით უფრო რაღაცნაირად ეს თავისი შინაგანი სურვილებიდან და ოცნებებიდან გამოდიან და ესე უწევთ მექანიკა, აი როგორ ცხოვრება, იცით, ქალწულს როგორც უყვარს, აი გაწერილი რომ აქ ყველაფერი, დალაგებული მაქვს ჩემი ცხოვრება, მეს მომწონს უკვე. და აღმავალი თევზი პირიქით, აი ძალიან პრაგმატულები არიან და აი ეს ნენელა უკვე უკანა პლანზე უნდა გადაწიონ და მე ჩემ თავთან კონტაქტი უფრო და ჩემ სურვილებთან, ფსიქოლოგიურ სამყაროსთან კონტაქტი უფრო უნდა გავაქტიურო, ვიდრე გარე მატერიალურ სამყაროსთან კონტაქტი. ხშირად ეს არის ემიგრაცია, ხშირად ეს შეიძლება ზოგი აღმავალი, ვისაც თევზებში ყავს ისედაც ემიგრაციაში წავიდნენ, ან რაღაც თავისი შემოქმედებითი სამყარო გახსნან, თავის ფსიქოლოგიურ კვლევებში წავიდნენ, აღმოაჩინონ თავისი შინაგანი პატარა დემონები, პატარა ანგელოზებიც, ესე რომ ვთქვათ და მოუწიოთ იმუშაონ საკუთარ ოცნებებთან, საკუთარ ავთენტურ მეს რო ვეძახით ფსიქოლოგიაში, ეს ნამდვილი მე უნდა დაინახონ შინაგანად. ეს არის ზოგჯერ წინა ვიდეოში ვთქვი დასვენება, შეიძლება მე დასვენება მომიწიოს, ან მომინდეს ძალიან, მარტო წასულა ჩემთვის და ვიღალე ყველაფრისგან. აი ეს თემები შეიძლება გააქტიურდეს. ხშირად ეს არის, ან შეიძლება პარტნიორი ნახოს ზოგმა, ზოგს შვილი ეყოლოს ამ პერიოდში, ზოგი თვის მნიშვნელოვანი ემიგრაცია იყოს, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტა იყოს. ანუ კარმულ წლებში მეგობრებო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. როგორც წესი უფრო კარგი ხდება. ახლა ხშირად ეშინიათ რომ ვაიმე და საშინელი წლები მქონდა, კარმული წლები და თუ არის ნეგატიური მოვლენები კარმულ წლებში, ესე იგი მთლიანად დაღმავალზე ვართ და საერთოდ არა გვაქვს აღმავალი გააქტიურებული. იქ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ხელს გვიშლიდეს. პარტნიორები, ახლობლები, ოჯახი, დასწავლილი ქცევები, დაცვითი მექანიზმები, ძალიან ბევრი რამე მიშლიდეს ხელს, შიშები მიშლიდეს ხელს, რომ აღმავლზე წავიდე. და შესაბამისად სამყაროდან ვიზიდა უკვე სერიოზულ პრობლემებს და ეს სამყარო რაღაცა კი არ გვიგზავნის, ჩვენ თვითონ არაცნობიერად შევდივართ რაღაც დესტრუქციულ სიტუაციებში და ხშირად კარმულ წლებში განსაკუთრებით ვხედავთ რა გვაქვს დასამუშავებელი და რა არის ის რაც უნდა გავაკეთო ყველა ვარიანტში, რომ მე შემდგომ უკვე აი ამ გამოცდების გადალახვის შემდეგ მივიღო უკვე სამყაროსგან კარგი ბონუსები. და ხო გენებით ბევრს ეშინია კარმული კვანძების, იმიტომ რომ იქ გაუგონიათ რომ კარმული კვანძების პერიოდში შეიძლება მოკვდეს ადამიანი, ახლა აი ძალიან ისეთი თარიღებია, ხო 28 30 წლის პერიოდი, მაგალითად, მან სატურნის დაბრუნებაც ხდება, მარტო კარმული კვანძების არა და შესაბამისად ბევრს შეიძლება ახლა მოუწიოს, რომ მე სატურნი რო გადავა მალე ვერცხლში თან კარმული კვანძები, აი პირდაპირ კარმული კვანძე 28-30 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ხოლმე, იმიტომ რომ 26 28 წელი კარმული კვანძების პერიოდია და მე სატურნის შემოდის ხოლმე როგორც წესი ესე ბალანსდება. საერთოდ კარმული ასაკი გვაქვს პირველად 9-10 წლის ასაკი დაახლოებით ესე 9-11 წლამდე ზოგთან გააჩნია. შემდეგ გვაქვს 19-20 წლის ასაკი, 18-20 აი ესე მერყეობს ხოლმე და ყოველ აი ამ წლებში გვაქვს აი შუალედური კარმული წლები, აი მარტივად რო გამოითვალოთ და ვინც არის მაგალითად ზოგჯერ არის ხოლმე როგორ იცით გააჩნია, ზოგჯერ არის 26-28 წლის შუალედში არის ხოლმე კარმული წლები, ან 27-29 წელი გააჩნია რა, აი მან ზუსტად გააჩნია რეტროგრადულობის ფაზას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ამ წლებში არის ხოლმე ძირითადად 8-9 წელი და შემდგომ ყოველი 8-9 წელში
გვაქვს ხოლმე ეს დაბრუნების პერიოდი. ამიტომ სრული დაბრუნება 19 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე და ეს უკვე ნიშნავს, რომ აი რა გეზიც მაქვს, ბოლომდე არის შემოწმება ამ პერიოდში მართლა ვდგავარ ამ გზაზე თუ არ ვდგავარ. აი წელიწად ნახევრის შემდეგ უკვე შემდეგ იქნება მერწყული ლომის ღერძი. და შემდგომ ექნებათ უკვე ამ ღერძის ხალხს კარმული წლები, მანამდე აქვთ ეს 2 წლიანი ცოტა ისეთი პერიოდი, რომ ჩაუღრმავდეთ აბა ჩვენ თავს შინაგანად თევზების და ქალწულის ზონას. რა გვინდა, ვინ ვართ, რაზე უნდა დავდგეთ მყარად, რა უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში. საერთოდ ხშირად შვილები უმეტესად მაგ პერიოდში ყავთ ხოლმე, მე ხა რასაც ვაკვირდები, მეც ახლა მამაჩემის კარმულ კვანძებზე ვარ დაბადებული, ჩემი და ბებია ჩემის კარმულ კვანძებზეა დაბადებული, ოჯახური ველიდან არის ხოლმე ეს კარმული კვანძების პერიოდი. როგორც წესი, აი ეს პერიოდი რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ, რაღაც მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ნაბიჯს ვდგამთ. და აი ვისაც აქვს ნახევარ დაბრუნება, ვისაც აღმავალი ყავს თევზებში და ახლა აი მის დაღმავალს აღმავალი შეუერთდება, ეს ნიშნავს, რომ ეს დაღმავალის რესურსი გააქტიურდება, მეგობრებო, აი თევზების პროგრამა რო აი თითქოს დაღმავალი თევზისთვის უკვე აი ეს ყოფნა თავის იზოლაციურ სამყაროში აღარ არის და სულ უნდა მუშაობდეს, თითქოს დაღმავალი კიდევ გაიყვანს ან ემიგრაციაში, ან თევზების სამყაროში, ისევ იოგა, ფსიქოლოგიური კვლევები, ის რესურსები, რაც მოიტანა მან ამ ცხოვრებაში, კიდევ აქტუალური იქნება მის ცხოვრებაში, ოღონდ თან ქალწულის უნდა ჩართოს აუცილებლად, ხო, აქ და აი ეს კარმული კვანძები რაღაცნაირად თითქოს ამ ღერძს კიდევ უფრო გაუაქტიურებს, ოღონდ დაღმავალიც აქცენტირებული იქნება და არა როგორც აღმავალი თევზებისთვის, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ ჩვენ დაგვეწყო ამ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები და თევზი, ქალწული ეს ყოველთვის ჯანმრთელობის ღერძზე ახდენს აქცენტირებას, კვლევები მაგალითად ჯანმრთელობის გამოკვლევა, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ფსიქოსომატიკა, ეს ყველაფერი გახდება ძალიან აქტიური. კარმული კვანძები, ვისაც ახლა მაგალითად ვინც არის აღმავალი თევზები, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ფსიქოსომატიკა უნდა გამოვიკვლიო, საიდან მოდის, უფრო ფსიქოლოგიურად, ექიმთანაც ვიარო, მაგრამ ესე იგი მე თერაპიული კვლევა მჭირდება, მე მედიტაციური პრაქტიკები მჭირდება, მე რაღაც ჰარმონია მაქვს შინაგანად, ხო, საპოვნელი, რაღაც კოსმიური სიყვარული, კოსმიური ჰარმონია მაქვს საპოვნელი შიგნით, ხო? იმიტომ რომ თევზები ეს არის მთელი ენერგიის გაერთიანება, ხო? მთელი ზოდიაქოების გაერთიანება შიგნით, მე ყველაფერს უნდა ვატარებდე ჩემში. და თუ აი ეს წდომა არ არის და თან რა არის აღმავალი კვანძი, მეგობრებო, ეს იუპიტერივით მუშაობს, გვიფართოვებს ახალ შესაძლებლობებს. თევზების ზონაში უნდა წავიდეთ და შევისწავლოთ ეს ყველაფერი, უნდა ჩავწუდეთ ამ ყველაფერს, ხო? და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ და ზოგადად ყველასაც ეხება. მნიშვნელოვანი არის კარმული კვანძები, რომელ სახლში გადის ხოლმე ჩვენთან. დააკვირდეთ, აღმავალი კარმული კვანძი ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომელიმე სახლისთვის. და აღმავალი კარმული კვანძი კეტავს შესაძლებლობებს რომელიმე სახლისთვის. აი თქვენ თუ გაქვთ მეხუთე სახლში აღმავალი კარმული კვანძი ნათალურ რუკაში და ხუთი სახლი არის თვით გამოხატვა, ლიდერობა, ხელმძღვანელობა, მე ჩემი ჰობი უნდა ვიპოვო, ჩემს თვით შეფასების გამოხატვაზე უნდა ვიფიქრო, პიროვნულ განვითარებაში უნდა წავიდე. აი ამ ყველაფერს ჩაკეტავს დაღმავალი ტრანზიტული კვანძი, რომ მოდის მეხუთე სახლში და გააქტიურებს მე-11 სახლს. და მე-11 სახლი არის, რომ მე ჯგუფზე ერთად უნდა ვიყო. თანამოაზრეები უნდა ვეძებო, მეგობრები უნდა ვიპოვო, ან ფაქტურად დაღმავლის რესურსს უნდა დავეყრდნო. და რამდენად თუ რამე კარმულ ასპექტებში მე დასამუშავებელი დამრჩა თევზების ზონაში და ვალები დამრჩა, აი ახლა მომიწევს ამ ვალების ბოლომდე გასტუმრება და დახურვა. აი ეს არის ხოლმე ის ნახევრად დაბრუნება კარმული კვანძების, როცა ვამბობ. ზოგადად კარმული კვანძები ეს არის რაღაც ზონეზე ვალებიც, რაღაც სფეროში გადავაჭარბეთ წინა ცხოვრებაში. და ამან უკვე ჩემს სულიერ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედა და ვცდილობ მეორე ენერგიით ახვადგინო ეს ყველაფერი და აქ შეიძლება ისე წავიდეთ, რომ საერთოდ დავიკარგოთ.
და მანდაც მნიშვნელოვანი არის, რომ დაღამავალზე უნდა დავბრუნდეთ და მყარად დავდგეთ ხოლმე, ხომ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ბაზა არ დავკარგოთ, ის უნარები, რაც გამოცდილება მოვიტანეთ წინ. ზოგს გონია, რომ აი აღმავალი აქეთ მაქვს და მარტო აქეთ უნდა ვიარო და დაღმავალზე არ შეიძლება გასვლა. პირიქით, ჩვენ დაღმავალს ვიყენებთ ხოლმე აღმავალზე გადასასვლელად. და როცა აღმავალის ზონაში შევდივართ, ჩვენ სულ დაღმავალი უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა სულ ვატრიალოთ რა არის აღმავალი თევზებისთვის. ქალწულზე საუცილებელია ყოფნა რაციონალიზმი, ძალიან არ უნდა გადავარდეს ფანტაზიებში, ილუზიებში, არ უნდა გადავარდეს წარმოსახვით თავის სამყაროში, ილუზორულ სამყაროში, ხშირად ახასიათებთ ეს. და ქალწული უნდა გქონდეს სულ პრაგმატიზმი, გადაამოწმოს, შეისწავლოს, დააკვირდეს, გამოცდილებას დააკვირდეს, აი ესე ხდება ხოლმე, ხო, დაღმავალზე დაბრუნება. და როცა ახლა დაღმავალი ყავთ თევზებში და ეს თევზები აღმავალი რომ მათ ჩაერთვებათ, აქ რაღაცები არის, რაც იქ დარჩა, თქვა დასაბრუნებელი, ბოლომდე დაბრუნდეს, ისევ გამოცადოს, ისევ გაიაროს ეს ყველაფერი, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის კარმულ კვანძებში, რომ თითქოს ის ენერგია ბოლომდე უნდა ამოვწუროთ, ბოლომდე უნდა ამოვიღოთ ჩვენგან და ან თუ ძალიან წლების განმავლობაში ქალწულზე ვიყავით და სულ მუშაობდით და სულ ცდილობდით იდეალური წესრიგი ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში, თევზი შემოიტანს ისევ ქაოსს. უკან უნდა დავბრუნდეთ, რომ ბალანსი ვიპოვოთ აღმავალსა და დაღმავალს შორის. ესე იგი ეს მნიშვნელოვანი პერიოდი არის, რომ იქ რაღაცა დამრჩა კიდე, რაც ბოლომდე არა მაქვს ამოწურული და იმას კიდე უნდა დავეყრდნო, რომ მე აღმავალზე გადავიდე. აი რაღაცნაირად ესეთი ფაზა არის ეს კარმული კვანძები, მნიშვნელოვანი ფაზა არის და როგორც წესი ოჯახურად ესე ტრიალებს ხოლმე და ხშირად აი შვილები თქო, რატო ვამბობ, რა შეიძლება შვილები გაუჩნდეთ, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს, შვილები რა არის, რომ იმ კარმულ პროგრამას იმეორებენ ფაქტიურად, რაც ოჯახში არის უკვე დაგროვილი, ხომ? ეს ღერძი არის უკვე კარმულად ოჯახში დასამუშავებელი და კიდევ ბავშვი მოდის, რომ ეს დაამუშავოს გარკვეულწილად, ხო, ეს ესე ხდება ხოლმე. მე მგონი გასაგები იყო თქვენთვის, თუ რამე და გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო, შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, რა გაიგეთ, რა ისწავლეთ, რა შეიმეცნეთ, რა ახალი ჰორიზონტები გაგეხსნათ, იმიტომ რომ თევზები ძალიან ბევრ ჰორიზონტს გახსნის. ახალს ჩემ რეკომენდაციას მოგცემთ, რომ წინა ვიდეოც ნახოთ, ამ ღერძზე ზოგადი ანალიზი არის და კიდევ რაღაცა ფაზლივით დაამატებთ რაღაც ინფორმაციებს, თუ რამე გამოგრჩათ, აბა დროებით მეგობრებო და წარმატებები.